ინვალიდთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა სიხარულიძე იმ შენობის გაყიდვას აპროტესტებს, რომელშიც ასოციაციის ოფისია განთავსებული. სიხარულიძის განცხადებით, შენობა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აუქციონის წესით გაიყიდა. ინკოგნიტო მფლობელი კი შენობას ანგრევს. ინვალიდთა ასოციაციის ოფისი შენობაში 2002 წლიდან არის განთავსებული. ასოციაციის პრეზიდენტი ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვს. სიხარულიძის განმარტებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ასოციაციის თანამშრომლები პერმანენტულ აქციებს გამართავენ. ეს არის გარკვეული პროვოკაცია. იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც ძალებს სურთ დაგვაპირისპირონ ახალ ხელისუფლებას ბაზარ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და შექმნან გაუგებრობები ჩვენ შორის. მაგრამ მე მაგაზე სიტუაცია გამოსწორდება. მიიღონ რა მხედველობაში და მე როგორც ვიცი პრემიერს დავალებული აქვს რომ ჩვენთვის გამოძნებელნი იყო ფართი, მაგრამ დღემდე ჭიანურდება ეს უკვე რამდენი ხანია თვეებით ველოდებით და რატო ჭიანურდება ეს ვერ გავიგეთ დღემდე.